მანქანაზე 15 ადამიანი დაახლოებით ყველა ჩვენი ასოციაციის გიდი იყო და კიდევ ერთხელ დავწმუნდით იმაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა, თავისი მრავალფეროვნებით და კონტრასტებით ეს ქვეყანა არის აბსოლუტურია და ძალიან საინტერესო. ამოუწურავი, უნიკალური და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტს აი ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ანუ ეს არის მე ხა მაინტერესებს ერთ დღეში როგორ ჩაატიე ის ყველაფერი, რასაც ახლა შესპურცელს და ვხედავ. კი ბატონო, მე გიყვებით ხოლმე ტრადიციულად ერთდღიან ტურს, იმიტომ რომ დროის თვალსაზრისით ყველა ბევრი დრო არ აქვს, ამიტომ ერთდღიან ტურზეა საუბარი, შაბათ-კვირას წავიდეთ და წამოვიდეთ. ერთ დღის განმავლობაში. მაშინ სმენად ვართ ქცეულები. დავიწყოთ სტანდარტულად ჩვენ რუკით ვიწყებთ, ანუ კიდევ ერთხელ შევიხსენოთ, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე სად მდებარეობს დედოფლის წყარო. ეხლა ყველა მიცით, მაგრამ მაინც არ ეგონოს ვინმეს რომ ვთქვათ. ეს არის უკიდურესი აღმოსავლეთი, ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ქვეყნის დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტი. კახეთის რეგიონში არის ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია, ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია და თუ დავაკვირდებით, აი კახეთის რუკას არის ძალიან საინტერესო დეტალი, მაგალითად, მეზობლებზე რო ვთქვათ, ორი სიტყვა, სანამ დავაკვირდებით დეტალებს, სულ ორი მეზობელი ყავს დედოფლის წყაროს, ჩრდილო-დასავლეთით მას ესაზღვრება სიღნაღის მუნიციპალიტეტი, მთლიანად სიღნაღია მეზობელი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით კიდე მთლიანად აზერბაიჯანის ტერიტორია. ესე იგი, სიღნაღი და აზერბაიჯანს შორის არის მოქცეული. ეხლა რაც შეეხება კახეთის რუკა რო ვნახოთ, კახეთის რუკაზე, ესე იგი, მუნიციპალიტეტები რო დავათვალიეროთ, დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში არის პატარა ადგილი, აი რუკაზე ჩანს ძალიან კარგად. არის ნახეთ, აქ არის ცისფერი და პლუს ახმეტასაც აქვს იგივე ფერი, რაც დედოფლის წყაროს იმ პატარა ადგილს. ეს რას ნიშნავს, რომ ის მონაკვეთი აი პატარა ფართობი ეკუთვნის ახმეტის მუნიციპალიტეტს. მიუხედავად იმისა, რომ ის ადგილი ახმეტიდან არის 162 კილომეტრით დაშორებული, ხოლო ქალაქ დედოფლის წყაროდან 45 კილომეტრით. ეს ტერიტორია ჯერ კიდევ ერეკლე მეფის დროიდან გადაეცათ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ალვანის და ქვემო ალვანის მეცხვარეებს. ანუ მეცხვარეებისთვის გამოყოფილი ზამთრის საძოვრების ტერიტორიაა და წარმოიდგინეთ ყოველწლიურად აი აქ თიდან ჩამოყავთ ცხვარი და შემოდგომიდან გაზაფხულის ჩათვლით, ესე იგი გვიანი შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული მთელი ეს პერიოდი ცხვარი ამ ტერიტორიაზე ბალახობს, იკვებება და შემდეგ უკვე ზაფხულში სპეციალური ბილიკებით, ანუ ეს არის ცხვრის გადასარეკი ბილიკი, აი ამ ბილიკებით ისინი მიდიან მთაში თუშეთისკენ. მე არაერთხელ ჩემს სტუმრებთან ერთად შევხვდი, აი ზუსტად აი ამ მარშრუტზე, გადასარეკ მარშრუტზე ცხრების გადაადგილებას და რაღაცა წარმოუდგენელი სანახაობა იყო. ეხლა რაც შეეხება თვითონ აი ამ ასეთი მდებარეობის გამო, ესე იგი უცნაურ ტერიტორიულ კუთვნილებასთან გვაქვს საქმე, რომელიც არც ერთ სხვა მუნიციპალიტეტში არ არის. ესე იგი კონკრეტულად სხვაგან იყოს რაღაც მიწის გარკვეული ნაწილი, ეს არის სოფელი კასრისწყალი. ადრე ელდარს ეძახდნენ ამ სოფელს. ის სოფელი გეოგრაფიულად მდებარეობს დედოფლის წყაროში, მაგრამ ადმინისტრაციულად ეკუთვნის ახმეტას. ესეთი უცნაური ამბავი გვაქვს. ეხლა რაც შეეხება ვაჩვენოთ გერბი, უაღრესად საინტერესო გერბი აქვს დედოფლის წყაროს და ასევე დროშა. ანუ გერბის ჰერალდიკური ფარი, კი ვიცით, რომ ყველასთვის ერთია, მაგრამ გერბი არის გაყოფილი 4 ნაწილად. აი ნახეთ, ძალიან საინტერესო მხარეა, აი ლურჯ ნაწილში არის ციხე მოთავსებული, რა თქმა უნდა, ეგრევე ჩვენ მაშინაც ვხვდებით, რომ ეს არის ცნობილი ხორნაბუჯის ციხე, ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი დედოფლის წყაროსი და ვხედავთ თეთრ ფარზე თამარის ხელრთვას. ეს არის კალიგრაფიული ხელმოწერა, რომელიც არის თამარ მეფის ყველა დოკუმენტზე და ყველა საბუთზე ეს ხელმოწერა არის და თუ რატომ არის დედოფლის წყაროში თამარის ხელწერა, ასე ვთქვათ, ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. ქვემოთ თქვენ ხედავთ წითელ ფონზე ეს არის ოქროს თავთავები, ყველამ ვიცით, რომ შირაქის ვაკე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ბეღელს და ჩვენ გვაჭვევს, ასე ვთქვათ, არის დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში. ასევე ვხედავთ ოქროს თასს, რომელიც უკავშირდება დედოფლის წყაროს წარმოშობილ
კამეჩობის ლეგენდას, რომელზეც აუცილებლად ვისაუბრებ და ვხედავთ კამეჩის თავს, შამი კამეჩის თავს, მოგეხსენებათ დედოფლის წყარო, ეს არის ძველი ქიზიყი, რომელსაც მე-15 საუკუნემდე ერქვა კამბეჩოვანი და ამ სახელით არის არაერთ ისტორიულ წყაროში მოხსენიებული, მაგალითად სტრაბონს აქვს ანტიკურ წყაროებში კამბესეს სახელით მოხსენიებული და სწორედ ამ კამბეჩოვანს და არაერთი კამეჩის ნიღაბი არის შენახული მაგალითად დედოფლის წყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და მიზეზი რატომაც ერქვა კამბეჩოვანი ეს იყო მესაქონლეობის განვითარება და ძირითადად მეკამეჩეობა ასთანაც არის დაკავშირებული ძალიან საინტერესო ის აქვს და დროშასაც თუ გადავხედავთ დროშაშიც აი თეთრ ფარზე მთავარი წამყვანი ადგილი უჭირავს სწორედ ამ თამარის ხელრთვას მისი სახელის მონოგრამას ეხლა რაც შეეხება თვითონ სახელწოდებას დედოფლის წყარო მაშინაც ვხვდებით რომ უკავშირდება თამარ მეფეს რომელსაც ლეგენდის თანახმად უცხოვრია 2 კვირა ხორნაბუჯის ციხეში და იქ თის წვერზე დაულევია სწორედ აი ამ ოქროს თასით წყალი და იმდენად მოეწონაო რომ ბრძანა თიხის მილებით გამოიყვანათ წყალი ისე რომ ეს პირველადი წყარო შეენარჩუნებინათ და სწორედ გაიყვანესო იმ წელსვეო ეს წყალიო და დაარქვეს დედოფლის წყარო და მერე მთლიანად ადგილის სახელწოდება გახდა დედოფლის წყარო. აი ნახსენები ხორნაბუჯის ციხე, რომელიც აი გერბზეც არის და ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, დედოქალაქ დედოფლის წყაროდან არის 3 კილომეტრი. ანუ სავსებით შესაძლებელია მაშინათვე მოვინახულოთ ეს ხორნაბუჯი, ეს არის ბრწყინვალე ციხე, რომლის წარმოშობა უკავშირდება ვახტანგ გორგასლის პერიოდს, შემდეგ ის თამარ მეფის დროს განვითარდა განსაკუთრებით და უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულების ციხე იყო, ციხე ქალაქი და ბოლოს ის აღადგინა ერეკლე მეფემ, იმიტომ რომ მას იყენებდა აი ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში. თორემ ახლა სამოგზაუროთ მან ძალიან კარგი დრო იმიტომ რომ კახეთი ცხელი მხარე და ზაფხულს რთულია და ეხლა გადასარევი ძალიან კარგი დრო არის განსაკუთრებით სწორად აღნიშნეთ. ეხლა რაც შეეხება თანამედროვე ტერიტორიას დასახლებული ყოფილა უძველესი დროიდან ამას მოწმობს უმდიდრესი არქეოლოგიური ისტორია. მე ძალიან ცოტა ტერიტორია გვაქვს, რომელსაც გააჩნდეს ამდენი არქეოლოგიური მასალა, როგორიც აქვს დედოფლის წყაროს, ამით აი ნამდვილად საამაყო ადგილია და მის კუთვნილ ტერიტორიაზე ასევე ვრცელდება გარეჯის სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. და აი ძალიან ხშირად გამიგია კიდევაც აი სხვების გამომისმენია დავით გარეჯი ერთი კონკრეტული ადგილი გონიათ სინამდვილეში ეს არის 80 კილომეტრზე გადაჭიმული არაერთი სამონასტრო სისტემა, რომლის შემადგენლობაში 21 თუ 22 მონასტერი შედის, აქედან 13 არის დედოფლის წყაროს შემადგენლობაში. ნაწილი არის აზერბაიჯანში, ხალ კი ვიცით. ეს ამბავი თუნდაც აი ბერთუბანი, სადაც არის თამარის ფრესკა, ძალიან ცნობილი ახლა ფოტოებზე კი გვაქვს ნანახი, ისიც არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეხლა რაც შეეხება 2007 წელს სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი შეიყვანეს იუნესკოს საცდელ ნუსხაში 2007 წელს იმის მერე არ მიდულ გაყინულია. კი ვიცი რამდენიმე მიზეზი უბრალოდ თავშევიკავით თქვენ რის გამოც აი საქმე წინ არ მიდის და ასეთი უნიკალური ძეგლი, რომელსაც ანალოგია არ ვიცი თუ აქვს საერთოდ არის აი ესეთ სტატუსის გარეშე, საერთაშორისო აღიარების გარეშე, რაც აი უკიდურესად სამწუხაროა. ხო, გარეჯზე აღარ ბევრი რაღაცის შეიძლება ეხლა, მაგრამ ამ ფორმატში არ ჭეჭდება და ამიტომ შევიკავებთ ხოლმე თავს, თუმცა ყველაფერი გვახსოვს. რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია. ეხლა რაც შეეხება გაჩერებას, ძალიან ხშირად ჩვენ ისეთ ადგილებზე ვაკეთებთ აქცენტს, რაზეც კითხვა შეიძლება დაგვისვას უცხოელმა სტუმარმა. მაგალითად, პირველი გაჩერება აი თბილისიდან წასულებს აუცილებლად შეგხვდებოდათ გზად ტრაქტორის ზეგლი. აუცილებლად გექნებათ ნანახი. ჩვენ ვიცით, რომ დედოფლის წყარო ეს ქიზიყის ტერიტორია და ქიზიყი იწყება აი ჩალაუბნის გადასახვევიდან და აი ამ ჩალაუბნის გადასახვევთან დგას ტრაქტორის ზეგლი, რომელიც ახლა ლურჯად არის შეღებილი, ადრე წითელი ფერი იყო, გიცით ალბათ მივხვდებით რა, რატომაც ხდება ამ ფერების შეცვლა და ეს ტრაქტორის ზეგლი, ანუ ტრაქტორი ეკუთვნოდა პირველ ტრაქტორის თქალს, სახელი და გვარი ელენე ნატროშვილი, რომელიც იყო ტიბაანიდან და ამ ქალბატონმა 1851 წელს, როცა სრულიად მამრობითი სქესი იყო წაყვანილი ომში,
მეორე მსოფლიო ომში, გახდა პირველი მექანიზატორი ქალი და დაჯდა ტრაქტორზე. მთელი 20 წელი იჯდა ეს ქალი ტრაქტორზე, არაერთი ორდენი აქვს მიღებული და საერთოდ ქიზიყში ზოგადად მხოლოდ სიღნაღში იმ პერიოდში 30 ქალი ყოლიათ ტრაქტორისტი. და ძალიან მე მიყვარს ეს ისტორიები და მე ზარბობს ტრაქტორის მართლა საკმაოდ რთულია შეგახსენე. კი ბატონო, სხვათა შორის ეს ტრაქტორი ჯარჯში ჩაუბარებიათ, ანუ მოხსნა ვიღაცამ და ვინცთვისაც უნდა ჩაებარებინათ, იმან ამოიცნო ეს ტრაქტორი და დააბრუნეს კუთვნილ მიწაზე და ჯერჯერობით ეს ტრაქტორი ყავს. მოკლედ მივდივართ უკვე ეს ხუმრობით, მაგრამ აუცილებლად ჩვენ ტურისტები კითხვას გვისვამენ, რომ რატო გვიდგას ტრაქტორის ძეგლი და ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ ეს პასუხი. და პირველი უნიშნელოვანესი ძეგლი დედოფლის წყაროში ეს არის დიდნაურის ნაქალაქარი. ეს დიდნაურის ნაქალაქარი 2014 წელს არის აღმოჩენილი და არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა კიაზო ფიცხელაური, ძალიან მაგარი ადამიანი, არქეოლოგი და აღმოჩენილია ექსპედიციამ დაადასტურა ეს ნაქალაქარი, ანუ სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთი უძველესი ნიშნებია. ეს ჩვენ ვახსენეთ კახეთზე საუბრობთ, მე მგონი ახლა სხვა შეიძლება სხვა. უბრალოდ ვახსენეთ ეს სამონდრო ფოტოებით მახსოვს. ძველი წელთაღრიცხვით მე-13 საუკუნით თარიღდება, ზოგადად უძველეს სახელმწიფო ერთეულად მაინც კოლხეთი ითვლებოდა და წარმოიდგინეთ რა მასშტაბის აღმოჩენასთან გვაქვს საქმე, რომ აღმოჩენილია როგორც სასახლეები, იქ არის სამაროვნები, სხვათა შორის სამაროვანში არსებული ჩონჩხების დნმ ანალიზი მოხდა და დადასტურდა, რომ დიდნაურის ქალაქში კავკასიური რასი ტომის ადამიანები ცხოვრობდნენ და ქუჩები არის კენჭებით მოკირწყლული და მთლიანობაში 15 ჰექტარ ტერიტორიაზე აღმოჩენილი ტერიტორია, რომელიც აი დღეს როგორ გამოიყურება, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, აბსოლუტურად დაფარულია მიწით და თუ ადამიანმა ზუსტად არ იცის, ეხლა ყველა გიორგი დვალაშვილი ვერ იქნება, ვინც ჩვენს ხელმძღვანელობდა ჩვენს ექსპედიციას, თვალდახუჭული რო აგნებს ძეგლებს და ჩვენ უბრალო მოკვდავები უბრალოდ ამ ძეგლებს ფიზიკურად ვერ მივაგნებთ, აუცილებელია აქ კი დგას მანიშნებელი, მაგრამ ისე დგას, რომ თუ არიცი, შენი თუ უბრალოდ ვერ მიხვდები. ამიტომ ჩემ ეს დიქრო ხარ პირიქით ყოველთვის თვალში უნდა გხვდებოდეს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის, რაც აი არ შეუძლებელია ასეთი აღმოჩენები, ასეთ მდგომარე, აი ესე გამოიყურება, რასაც ჩვენ ახლა ხედავთ. და საერთოდ შირაქის აი ამ ტერიტორიაზე 20-მდე ნაქალაქარია აღმოჩენილი. აი წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლებოდა ეს ისტორია. რომ ამ თუ დაკვლევი მაინც არის ელსა. აი ეს კიაზო ფიცხელაურის ექსპედიცია იკვლევდა და შემდეგ დღეს კი ხედავთ რა ხდება და კიდევ ერთხელ დავაბრუნებ იმ აქტუალურ თემას, რომ როცა ადამიანი გადაწყვეტ საერთოდ ქვეყანაში იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირი, არ აქვს მნიშვნელობა ახლა ყოფით ვინც მოსვლას აპირებს, ამ ადამიანებს უნდა გქონდეთ ვალდებულება თავიანთი ფეხით ნახონ ეს ქვეყანა. აი ამას რო უყურებს ეხლა და პლუს ცოტა მაინც თუ იცის ამ ადგილის ისტორია, ის უბრალოდ თუ არის ადამიანი ვერ მოითმენს აი ესეთი მნიშვნელობის აღმოჩენის ესეთ მდგომარეობაში ყოფნას. ეხლა ამ დიდნაურის ნაქალაქარიდან ჩანდა ზემო მირზაანის ნავთობის ზონა, ანუ ნავთობის ზონა, ზოგადად დედოფლის წყარო მდიდარია წიაღისეულით, არის ნავთობი, გაზი, კირქვა, ცემენტი, სააგურე თიხა, სავსეა, რასაც ქვია და მე-19 საუკუნის დასაწყისში ეს ედუარდ აიხვალდი, ვისი წიგნიც გამოჩნდა, ამ ადამიანმა 1825-26 წელს შენიშნა რაღაცა შავი ფერის ლაქები ნიადაგზე და აღმოჩნდა, რომ აქ იყო დიდი რაოდენობით ნავთობი და მაშინ 1865 წელს მაშინდელმა კავკასიის ხელმძღვანელობამ მეფისნაცვლის მოვალეობას ასრულებდა გრიგოლ ორბელიანი, დადო ხელშეკრულება სიმენსების კომპანიასთან, რომელსაც 12 წლიანი შეთანხმება იყო, რომელსაც ევალებოდა, რა თქმა უნდა, შირაქის, ელდარის და მირზაანის ნავთობის გადამუშავება და აქ არის ძალიან საინტერესო დეტალი, რომ სიმენსების კომპანიამ იმაზე ადრე დადგა
ჭაბურღილი დედოფლის წყაროში ვიდრე ეს დაიდგა ბაქოში და შესაბამისად თელ რუსეთის იმპერიაში ეს უაღრესად საინტერესო ამბავია. გარდა ამისა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გააკეთეს Siemens-ებმა, სადაც ნავთობის ნარჩენებისგან ასფალტი მზადდებოდა და სწორედ იქ დამზადებული ასფალტი დაიგო პირველად თბილისში, აი ამ Siemens-ების ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. საერთო ჯამში საოცარი მხარე გვაქვს, დღესაც ეს ნავთობი მოიპოვება, უბრალოდ გადის ჩვენი ქვეყნიდან და ეს ხდება მირზაანში, ანუ დაბა მირზაანი არ უნდა აგვერიოს ფიროსმანის სოფელ მირზაანში, ეს სხვადასხვა ტერიტორიებია. ძალიან სწრაფად რო წავიდეთ აი ამ დიდნაურის ნაქალაქარიდან ჩვენ შირაქის ველებით გადავედით უკვე აეროდრომზე, შირაქის საიდუმლო აეროდრომი, ბევრმა დღეს უკვე იცის ამის შესახებ, მაგრამ ეს იყო გასაიდუმლოებული საავიაციო ბაზა, რომელშიც იყო განთავსებული ანგარები, ეს არის ერთ-ერთი ღია ანგარი ამ ტურზე, აი ეს არის Tu-24 გამანადგურებელი ბომბდამშვენი, რომელიც იქ დგას და ეს იყო უაღრესად გასაიდუმლოებული ზონა, 60-მდე ანგარია შემორჩენილი, აი ამ საოცარი ინფრასტრუქტურით ესე გამოიყურება შიგნიდან და იყო არაერთი საიდუმლო გვირაბი, მაგალითად, სადაც თვითმფრინავები ჩადიოდნენ და იკარგებოდნენ და ერთ-ერთი გვირაბის ბოლო არის ალაზნის ველი, აზერბაიჯანის ტერიტორიასა, საიდანაც გამოდიოდა ეს რა ქვია, უაღრეს საოცარი ინფრასტრუქტურა იყო, ისეთი ბაზა იყო შექმნილი, რომ ღირებულება მაშინდელი საქართველოს ბიუჯეტს უტოლდებოდა თუ არ აღემატებოდა, ესეთი ამბავი იყო. მავთულხლართებით შემოღობილი ზონა იყო, ჩამოსული ადამიანები იყვნენ აბსოლუტურად საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნიდან, იყო საერთო საცხოვრებლები, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, დახურული ზონა იყო და სამხედრო პირებს ვინც იქ მუშაობდა, სიცოცხლის ბოლომდე გაუთქმელობაზე ჰქონდათ ხელი მოწერილი და ერთ-ერთი ისეთის და დღეს არის ხორბლის შესანახად გამოიყენება აბსოლუტურად ისეთი ადგილია და კარის გაღება ხდება ტრაქტორის ძრავით. ფიზიკურად მისი გაღება და დაკეტვა შეუძლებელია იმხელა. საოცარი ინფრასტრუქტურა გეგონებათ აი რაღაცა სხვა ეპოქაში მოხდით. შემდეგ მოხდა ბეტონის ფილების დაგება და ეს არის აი ასაფრენი ზოლი არის ამ შირაქის აეროდრომზე. კი ბატონო, გავაგრძელოთ აქედან უკვე შირაქის თვალუწვდენელი ველებით გადავედით უკვე ვაშლოვნისკენ ავიღეთ გეზი. შირაქის ეს ველები აი საქართველოს ბეღელს რასაც ახიან, აი ესე გამოიყურებოდა, ეს არ გეგონოთ, არც ერთი ფერი არ გადაადევს, ზუსტად ესე ჩანს, იმიტომ რომ ეხლა არის ხასხასამწვანე ხორბალი, ეს არის ჩადოსნური მოგზაურობა, აი განსაკუთრებით ვინც პირველად არის, აი შოკის მომგვრელი ველია, 35 კილომეტრზე არის აბსოლუტურად ესე გადაჭიმული სიგრძე, სიგანე 15 კილომეტრია და ჩვენი მთავარი მკვებავი, ანუ ბეღელი არის ნამდვილად საქართველოსი და მთავარი მწარმოებელი არის ხორბლის ეს ტერიტორია და აქედან უკვე ჩვენ გადავედით ვაშლოვანს მივადექით, ვაშლოვნის დაცული ტერიტორიები, ეს არის აბსოლუტურად აი რაღაცა სხვა პლანეტაზე გადასვლას გავს ვაშლოვნის მონახულება. ქართული აფრიკა. ქართული აფრიკა და განსაკუთრებით ხა დაცულ ტერიტორიებში რა იგულისხმება. ეს არის რითი არის, აი ჩაგეჭრებ ბოდიში, აი კონკრეტულად ეს დაცული ტერიტორია სხვა დაცული ტერიტორიებისგან განსხვავებული. კი ბატონო. ჯერ ვიტყვი იმას, რომ დაცულ ტერიტორიაში შედის ნაკრძალი, სახელმწიფო ნაკრძალი, გარდა ამისა შედის ბუნების ძეგლები და ეროვნული პარკი. ეს სამი ნაწილი შედის და მთლიანობაში, ანუ თავისი იმდენად იცვლება კონტრასტი თავისი სიმშრალიდან გამომდინარე, არის უდაბნოები, ნახევრად უდაბნოები, ალესილები, ანუ ალესილების პანორამა ქვია, რაღაც საოცარი ადგილებია. თავარის ზედაპირს რო გავს, ხო, აი რაღაც ესილი. ვალი, იქიდან ამ ბუხბუყებს ასე თქვა, აი ეს სასწაული ამბავია. გარდა ამისა, რომ მოდის კიდე აი ეს. კი ბატონო, ტალახის ვულკანიც ერთ-ერთი ბუნებრივი ძეგლია და გარდა ამისა, მაგალითად, თავარი მცენარე რაც იქ არის, ეს არის საკმლის ხე, ყველგან ეს საკმლის ხეა, რომელიც ადრე ვაშლი ეგონათ და ამბობენ, რომ სწორედ აი ამ მცდარი ის გამო დაერქვა ვაშლოვანი, აი ამ საკმლის ხის გამო დაერქვა ეს ვაშლოვანი. აი დაბალი ხეები როა მაგაზე არის საუბარი და სურნელა საკმეველი
სუნი აქვს, ასე ვთქვათ, ამ ხეს საკვლის ხესეძახიან. თვითონ ვაშლოვანის ტერიტორიას რაც შეეხება, ჩვენ არაერთი კანიონი ვნახეთ და ერთ-ერთი ესეთი კანიონი არის პანტიშარას კანიონი, რომელიც ითვლებოდა აი მთავარი შემოსასვლელი იყო აღმოსავლეთიდან. მაგალითად, აღმოსავლეთიდან შემოსული მტერი აი ამ კანიონით შემოდიოდა ზუსტად, ეს არის ადგილი აი პანტიშარას კანიონში და მაგალითად აქედან ხდებოდა გაყვანა ეს 200,000 ფერეიდანში გადასახლებული ქართველის სწორედ აი ამ კანიონიდან მოხდა მისი გაყვანა. ქეთევან დედოფალი ირანში სწორედ ამ მარშრუტით გაიყვანეს, აი ძალიან ისეთი სევდიანი ადგილია. ასევე ამ კანიონშივე არის ეგრეთ წოდებული მერცხლების ქალაქი, სადაც არის 100,000-ობით მერცხლის ბუდე და წარმოადგენს მერცხლების პირველი გაჩერება არის, როგორც კი საქართველოს საზღვარზე შემოდიან მერცხლები, პირველები ჩერდებიან აი ამ პანტიშარას კანიონში მერცხლების ქალაქში და ერთ-ერთი მთავარი ძეგლი ეს არის მოლუსკების განამარხებული ნაწილი, მთლიანად ტერიტორია, ჩვენ რო გონია რომ ეს არის კანიონი, გზა და ასე შემდეგ სინამდვილეში არის ზღვის ფსკერი და მთელი ეს ჟარების განამარხებული ნაწილი არის გვევლინება აი ამ კლდეებში. ნუ პირდაპირ ესე ჩანს. პირდაპირ აი ძეგლია, აი ხედავთ თქვენ აქედან, ეს არის სულ მოლუსკები, ანუ ვითაც კიდევ ერთხელ დასტურდება აი ამ ტერიტორიის უნიკალურობა და ელზა ერთი კითხვა, მაგრამ ხან სასაზღვრო ზოლია, რაიმე დამატებითი ვთქვათ, ძალიან კარგი კითხვა. მიღება ხო არ არის საჭირო, რომ ვთქვათ თავისუფლად შევძლოთ ყველა ამ ძეგლის დათვალიერება. ძალიან საინტერესო კითხვა დამისვით, აუცილებლად გვჭირდება საშვები. საშვი უნდა ავიღოთ ვიზიტორთა ცენტრში, ერთი ადამიანი 10 ლარია, რომ გავითვალისწინოთ, ფასიანია და მანქანით გადაადგილება, ერთი მანქანა არის 50 ლარი, ესეც გავითვალისწინოთ, თუმცა სისტემა შიგნით არის აბსოლუტურად მოწესრიგებული, რასაც ვერ ვიტყვი გზაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და იგივე ვაშლოვანში ძალიან თავისუფლად უნდა ჩავდიოდეთ და ჩამოვდიოდეთ, იმდენად მძიმეა ინფრასტრუქტურა, იმდენ ხანს გვართმევს აი გზა, აი გადასახვევიდან უბრალოდ ვაშლ ნაკრძალამდე, რომ აი სიტყვები არ ყოფნის, ჩვენ უბრალოდ გვიკვირდა ერთი ამე, როდესაც ტური ტარდება, ჩვენ მომზადებულები ვართ ამ ორხიდიანი მანქანებით კი მივდივართ, მაგრამ ადგილობრივები როგორ გადაადგილდებიან, თქვათ აი სასაფლაოს მანქანის გარეშე გაგიჭირდება. არა, შეუძლებელია. არა თუ გაგიჭირდება. აი როგორ ჩადის სასწრაფო დახმარება, აი რით ვერ გაკეთდა ეს ადგილები, აი განარამხელა ტერიტორიაზეა საუბარი, სხვა არ არის რაღაცა. ნება. და უცებ ვახსენებ ცნობილ დედოფლის წყაროელს, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, ეს არის ფიროსმანი, ნიკო ფიროსმანი, მირზაანელი და თუ მაგალითად ავგეგმავთ ტურს დედოფლის წყაროში, შეგვიძლია მოვინახულოთ მისი სახლ-მუზეუმი, ძალიან საყვარელი არაჩვეულებრივი სახლ-მუზეუმი და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ნიკო ფიროსმანის ისტორია. მოკლედ ერთდღიანი ტურის შესახებ ძალიან სწრაფად მოგიყევით. ძალიან ჩვენც აღარ ჩაგეჭერეთ, იმიტომ რომ იმდენი გქონდა სასაუბრო, რომ და ბევრი რამე გამორჩა. დილით შეგვიძლია წავიდეთ საღამოს. კი, შევავსებთ ნენელა ამ ინფორმაციასაც. ხომ არ გაქვს გეგმაში შემდეგი კვირის მოგზაურობა? ეს მაგაზე უნდა მეკითხა, ხوارიცის არ მიდიხარ შემდეგ. შემდეგ კვირას ჩვენს გადაცემას ხალხმრავალ დაკრძალვებზე ისეთი გამოხმაურება მოყვა, რომ მე წერილებს ვეღარ აუდივარ, იმდენი ადამიანი წერს და არ მპატიობს კონკრეტული ადამიანების გამორჩენას. არა, ეს არ არის გამორჩენა, ეს არის რომ უბრალოდ საეთერო დრო არის ძალიან შეზღუდული. და გადავწყვიტე რომ კიდევ ერთი. კი ბატონო. და შემდეგ უკვე აქტიობის მერე. კარგი, მაშინ ზუსტად სამეგრელოდან შემოგთავაზეთ. შენი საყვარელი სამეგრელო. ელზა, გილოდებით ერთ კვირაში უღრმესი მადლობა. ჩვენ კი ეთერს ვაგრძელებთ რეპორტაჟით, არა, უფრო სწორედ რეკლამით, სულ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით.